მოგესალმებით, ვაგრძელებთ ამოცანების გარჩევას 8.61-დან. პირველივე ამოცანა ამ ჩანაწერის საკმაოდ საინტერესო შეხვდა. საქმე რაშია? ჩვენ გვაქვს ორი წრფივი ფუნქცია მოცემული და პრინციპში მათი განტოლებებიც წარმოდგენილია. მართალია ჩვენ არ ვართ ასე პირდაპირ ინფორმირებული რა არის a და b, ანუ საკუთრივ კოეფიციენტი და y-თან კვეთის წერტილი. მეორე წრფეც გვაქვს cx პლუს d. და ნახეთ ახლა კითხვა რაში მდგომარეობს, აქაც არის c და d. და თუ ამ ნახაზით ვისარგბლებთო, მაშინო რა შეიძლება იყოს სრულიად ახალი ფუნქცია მოაქვს a პლუს c იქნება საკუთრივ კოეფიციენტი. მოდი b პლუს d-საც ფშხილში ჩავსვამ. ეს იქნება თავისუფალი წევრი და რომელი ნახაზი უნდა შეესაბამებოდეს ამას? ერთი შეხედვით ახლა ცოტა უცებ მარტივი გეჩვენება, მე ცოტა დაფიქრდები, ხვდები რომ საკმაოდ სერიოზული მომენტია. რამდენ ახარ ინფორმირებული პრინციპში a პლუს c-ზე. a და c ხო ყველაფერი შეიძლება იყოს, არა? შეიძლება იყოს უფრო დიდი უარყოფითი რიცხვი ვთქვათ და გადაწონოს a პლუს ანუ a პლუს c შეიძლება დადებითიც იყოს, a პლუს c იდეაში შეიძლება ნულიც იყოს, a პლუს c უზენაკლები იყოს, ანალოგიურად b პლუს d-ზე შეგვიძლია ვისაუბროთ, და როგორ გავაკეთებთ? ალბათ აქ ავტორი გვიწყობს, რომ ნახაზი ზუსტად უნდა მივიღოთ, როგორც არის მოცემული. რა? პირობითად დავარქვათ, ფერს შევარჩევ, პირობითად დავარქვათ ამას a x პლუს b, ამ წრფეს და მეორე წრფეს დავარქვათ cx პლუს d. მაშინ მეგობრებო, კიდევ შევცვლით ეს. ეს ხო იქნება b, ხოლო ეს წერტილი გამოვა d. და თვალით b-დან ნულამდე მანძილი ხო უფრო დიდია, ვიდრე d-დან ნულამდე მანძილი. b ისედაც d-ზე მეტია, ამას ვერ დავწერთ. ახლა ასე მოკლებული, ამიტომ რომ b დადებითია და d უარყოფითი, მაგრამ b-ის მოდული ხო უფრო დიდი გამოდის, ვიდრე d-ის მოდული. და მაშასადამე ეს ხო ნულზე მეტი გამოვა. იმიტომ რომ ორი მოპირდაპირე ნიშნიანი, მოსაპირისპირო ნიშნიანი რიცხვების შეკრების დროს, აბა როგორ ვკრებთ, გავხსენოთ, დიდ მოდულია, საკლდება პატარა მოდულიანი და იწერება დიდი მოდულის ნიშანი. ანუ იდეაში b-ის მოდულს, რომელიც უფრო მსუქანია, დიდია, გამოაკლებოდა d-ის მოდული და დაიწერებოდა b-ის ნიშანი, ანუ დადებითი. ახლა, ანუ b პლუს d დადებითია. ახლა თუ ჩვენ ჩამოვსხლავთ აქ მაგალითს, პასუხები რაც იყო ჩამოთვლილი, თავისუფალი წევრი უნდა ყოფილიყო დადებით, ისეთი გრაფიკი უნდა შეგვერჩია. გამოდის, რომ ირიცხება მარტო პირველი ნახაზი. დანარჩენი ყველგან თავისუფალი წევრი დადებითია. დავაყენოთ ძველი ნახაზი. გურით დავწეროთ. ახლა ესე იგი საქმეში უნდა ჩავთოთ ჩვენ დახრის კუთხეები. ოჰო, კარგი ბატონო. მოდი ამას წავშლი. რა ვიცით დახრის კუთხეზე? ნუ გვიჩვენებს ამ დახრილობას, ხო? და რას გვიჩვენებს? არის ამის მაჩვენებელი. ამის შესაბამისი. და ამ კუთხის შესაბამისია მეორე წრფე, რასაც ადგენს x ღერძის დადებით მიმართულებასთან, ხო ეს კუთხე იქნებოდა რა. ეს ამის მაჩვენებელია უკვე c. შესაბამისად ახლა გვიჩნდება კითხვა, ეს ინფორმაცია საკმარისია ჩვენ რომ ვისაუბროთ a პლუს c-ის ნიშანზე, როგორი იქნება? საკმარისია, ახლა საქმე რაშია? ჩვენ
ვიცით რომ დახრის აი რა არის კონკრეტულად არის მოცემული წერფის დაახრის x-ღერძთან დაახრის კუთხის ტანგენსია რა. ანუ პირობითად ეს რომ ალფა იყოს, ესე იგი იქნებოდა ტანგენს ალფა. მაგრამ როგორ შევაფასოთ ახლა ეს ტანგენს ალბა? რამხელა რიცხვია? უარყოფითი რო არის, შეგვიძლია ამის შეფასება. ჯერ არ გვაქვს ეს თემა გავლილი. აა ალბათ ბევრი რიცხვის მის არ ეკნება ეს საკითხი ტანგენსები გავლილი და ამით ეს ფუნქცია ტანგენსი, მისი თვისებები, რა დროს არის დადებითი უარყოფითი, აი ეს რდადი რომ არის და შევადაროთ სხვა კუთხის ტანგენს გაჭირდება, მაგრამ ახლა მე შევეცდები ჯერ ფორმალურად აგიხსნათ ტანგენსების ენაზე და მე ცოტა შინაურულადაც რა განსაკუთრებული რაღაც მათემატიკის წესების გამოყენების გარეშე, აი რომ თვალით მივხვდარიყავით რა იყო, რამდენად გამომივა, აგერ ნახოთ დავაკვირდეთ. ახლა რადგანაც აქ ჩვენ ტანგენსები უნდა ჩავთვლოთ საქმეში, მოდი რა ვქნათ, იცით? ამას დავაწეროთ ალფა კუთხე. და მაშინ ეს ხო იქნება აი აქეთ ანუ რეალური დახრის კუთხე ეს იქნება უკვე 180 მინუს ალფა. ანუ წარმოადგენს ტანგენს 180 მინუს ალფა. ეს ჭირდება ახლა აღნიშნა, იმიტომ რომ განახეთ რაში გამოვიყენებ ახლა მე ამ ალფა კუთხეს და რატო არ დავაწერი აქეთ მივხვდებით. ჩვენ ახლა დაყვანის ფორმულა არ ვიცით, ნუ ჯერ არა გვაქვს დასავლი გამეორებული, ვისაც გახსოვთ, კარგია, მივხვდებით რომ ეს პირდაპირ არის, ანუ გამოდის მინუს ტანგენს ალფა სტოლი და ვისაც არ გახსოვთ, უბრალოდ გეტყვით იმას, რომ დაყვანის ფორმულების საშუალებას იძლევა ნებისმიერ მეოთხედის კუთხე გამოსახოთ პირველი მეოთხედის კუთხის ტრიგონომეტრიული ფუნქციებით. ну, ეგ სიტყვები ახლა ნაკრები ამ სიტყვების ნაკრები შეიძლება ცოტა გიმეუბნათ მოხდა ყურს, მაგრამ ვენდოთ ერთმანეთს, იმედია ჩვენ გავაგზავნებთ ვიდეოების ჩაწერას და გარკვეულ პერიოდში მივალთ ჩვენ ტრიგონომეტრიაზეც და აღნიშნულ საკითხს მკაფიოდ დეტალურად გავივლით. ну, გავარჩევთ მაგალითებს. კარგი, ეგ გასაგებია, მაგრამ მაინც რა არის ტანგენს ალფა? მოდი დააკვირდით ახლა. ტანგენსი არის სამართკუთხა სამკუთხედში მოპირდაპირე კუთხის ან მოცემული კუთხის ტანგენსი არის მართკუთხა სამკუთხედში მოპირდაპირე კათეტის შეფარდება მიმდებარე კათეტთან. აი ახლა ალფა აი აქ ამავსანაში ტანგენს ალფა ხო გამოდის აი ეს მონაკვეთი, რომელიც არის ბ-ის მოდული, ხო? აი ბ-ის მოდული შეფარდებული აი ამ მონაკვეთთან. მოდი ამას დავაწეროთ რაიმე. თქვათ იყოს და დავაწეროთ m პატარა იყოს რაღაც. ანუ ეს არის ბ-ის მოდული შეფარდებული m პატარასთან. კარგი ბატონო. ახლა მოდი შემოვიტანოთ ჩვენ თქვათ მწვანე ფერით აი ამ კუთხეზე ვლაპარაკოთ. ეს ხო არის მეორე წერფის აი cx + d-ის დახრილობა რა. თქვათ ეს არის ბეტა. და შესაბამისად რა გამოდის c გამოდის ტანგენს ბეტა. კი ბატონო. ვერტიკალური კუთხეების თვალობის თანახმად, აი ესეც ეს მწვანე და აქ ორ ხაზიანი მწვანე რომ აქვს, ესეც ბეტა არ იქნებოდა? კი ბატონო, და აი ქვედა სამკუთხედიდან, აი ქვედა ამ სამკუთხედიდან და რა გამოდის და ბეტა გამოდის, ტანგენს ბეტა უკაცრავად გამოდის ტანგენს ბეტა გამოდის მოპირდაპირე კათეტი ამ შემთხვევაში არის აი ეს მონაკვეთი, რომელიც წარმოადგენს d-ს მოდულს, ხო? ანუ ამ წერტილიდან ომდე დაშორებასთან, რადგან ამ წერტილის კოორდინატი d არის, დაშორება მანძილი იქნებოდა d-ს მოდული. d-ს მოდული შეფარდებული m-თან. რომ შევადაროთ ახლა ერთმანეთს, რომელი უფრო მეტია? მოდი, შავი ფერი გამოვხოთ აქ.
აი ეს მნიშვნელობა თუ ეს მნიშვნელობა. ხომ ცხადია, რომ B-ს მოდული რადგან უფრო დიდია, მნიშვნელები ერთნაირი აქვთ, მაშინ B-ს მოდული შეფარდებული M-თან უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე D-ს მოდული შეფარდებული M-თან. ანუ გამოდის აქედან, რომ ტანგენს ალფა უფრო მეტია, ვიდრე ტანგენს ბეტა. აი, ტანგენსი კი ზრდადი ფუნქცია თავის განსაზღვრის. ანუ კუთხის მეტ მნიშვნელობას შეესაბამება ფუნქციის მეტი მნიშვნელობა. აი, და გამოდის, რომ თუ ტანგენს ალფა მეტია ტანგენს ბეტაზე, მაშინ ალფა მეტი იქნებოდა ბეტაზე. ანუ დააკვირდით ახლა რა ხდება ალფას ვერტიკალური კუთხე. აი, ეს რომ მოხაზოთ, ესეც ალფა ხო გამოდის, აი, ვერტიკალური კუთხეებია. ანუ ალფა უფრო დიდი გამოდის, ვიდრე ბეტა. მაშინ მოდი ახლა დავუბრუნდეთ C-ს და A-ს. აი, რა გამოდის, აი, მნიშვნელობებს რომ დავაკვირდეთ. მაშინ მეგობრებო, შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ A-ს მოდული უფრო დიდი იქნება, ვიდრე C-ს მოდული. მოდი ერთი წუთი, პრინციპში აქ ვერტიკალური კუთხე აღარ სჭირდებოდა. ეს სერვერია აქ. მოდი ესე წავშალოთ და რას დავაკვირდეთ ახლა? რადგანაც მეგობრებო, A არის მინუსი ნიშნით ტანგენს ალფა, ხო? აი ეს ხო გამოდის აქ, რომ ტოლი იქნება მინუს B-ს მოდული შეფარდებული M-თან. და რადგანაც B-ს მოდული შეფარდებული M-თან, მისი აბსოლუტური მნიშვნელობა, რომ რიცხვი უფრო დიდია, ვიდრე D-ს მოდული შეფარდებული M-თან, ხომ გამოდის აი ამ ქედან, რომ A-ს მოდული, ანუ აი ამ რიცხვის მოდული ფაქტობრივად უფრო დიდი იქნება, ვიდრე C-ს მოდული. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რატომ? იმიტომ რომ A ხომ არის მინუს B-ს მოდული შეფარდებული M-თან. C ხომ არის D-ს მოდული შეფარდებული M-თან. და რადგან ჩვენ ვაჩვენეთ, რომ B-ს მოდული M-თან მეტია D-ს მოდული M-თან, ეს ხო დადებითია. ესეც ხო დადებითია. ანუ გამოდის, რომ ეს უფრო მსუქანი რიცხვია. აი მაგალითად, ეს 7 რო ყოფილიყო და ეს 5. და მაშინ 7-ის მოპირდაპირე რიცხვი, ანუ -7-ის მოდულიც ხო მეტი იქნებოდა 5-ზე, თუ 7 მეტია 5-ზე, ცხადია აქედან გამომდინარეობს, რომ -7-ის მოდულიც, იმიტომ რომ -7-ის მოდული 7-ის ტოლია, მეტი იქნება 5-ზე. ან გამოვიდა, რომ A-ს მოდული უფრო დიდია, ვიდრე C-ს მოდული. და არ დაგვავიწყდეს A უარყოფითია. ანუ მაშინ A და C ისევ და ისევ გამოდიან მოპირდაპირე ნიშნიანი რიცხვები, ოღონდ A-ს მოდული უფრო დიდია, თან და უარყოფითია. ესე იგი გამოვა, რომ მათი ჯამი იქნება უარყოფითი. იმიტომ რომ დიდმოდულიანი გადაწყვეტს, ხო და A იყო დიდმოდულიანი, თან უარყოფითი. რა გამოვიდა ახლა? გამოვიდა, რომ ჩვენ გვაქვს კვადრატული, ოდიში წრფივი ფუნქცია, იქ უდრის რაღაც ax + b სახის, ეს b სულ სხვაბია, აი აქედან გასხვავებული, უბრალოდ თქვენთვის ნაცნობი ფორმით დავწერე წრფივი და ფუნქციის გამოსახულება, k არის უარყოფითი, b არის დადებითი. რომელი ჰგავს ახლა ქვემოთ მოცემული ნახაზებიდან ამას? ფუნქცია უნდა იყოს კლებადი, თან y ხელს უნდა კვეთდეს დადებით ნაწილში. აი ეს არის კლებადია, თან y ხელს უნდა კვეთდეს დადებით ნაწილში. აი ახლა მე თქვენ შეგვიდით, რომ ამ ამოცანას კეთოდით შინაურულად, მაგრამ შეიძლება ვთქვათ ახლა რომ აი ტანგენსები არ ვახსენოთ. პრინციპში ну, რადგანაც ფუნქცია კლებადია, ანუ იქნებოდა უარყოფითი, ხო?
რადგანაც აი ეს ფუნქცია მეორეს რო დადია, ეს c იქნებოდა ჩვენ ასე აღვნიშნეთ, ხო? კლებაც დავარქვით ax + b და ზრდაც cx + d. და c მეტი იქნებოდა 0-ზე. მაგრამ აი აი a უფრო ნაკლებია 0-ზე თუ c უფრო მეტია 0-ზე. ამას როგორ დავიჭერდით და შეიძლებოდა თვალით დავკვირვებოდით იმ დეტალს, რომ აი ეს ნაკლებად ფართოა ეს ადგილი, ანუ c-ს შესაბამისი კუთხე და a-ს შესაბამისი კუთხე უფრო ფართოა. და შესაბამისად უფრო ფართოა, მეგობრებო, მაშინ მოდულით უფრო დიდი მნიშვნელობა გამოდის a და გადაწყვი და შეკრების დროს c-ს და უარყოფითი გამოვიდოდა მათი ჯამი. ვარ მოგატყუეთ ახლა სხვა უფრო მარტივი მიდგომა არ მაფიქრდება. მოდი გადავიდეთ ახლა 62-ზე. λίγο ცუდი ამოცანა 61-ე, მაგრამ აი ეს ვფიქრობ ჯერ ადრეა მსგავსი ამოცანების მოტანა. მოცემული გვაქვს ახლა 2 წერტილი, a წერტილი 10 - 8 კოორდინატებით, b წერტილი სეტმეტი წერტილი ვეცავშალოთ 6 კოორდინატებით. ვიცით რომ მათზე გადის წრფე, რომლის საკუთხო კოეფიციენტი, ანუ მათზე გადის y უდრის kx + b და ვიცით რომ დახრილობის მაჩვენებელი ხო საკუთხო კოეფიციენტი არის 1/4. უნდა გვეპოვა m. ეგ ძალიან მარტივი ამოცანა. ჩავსვათ რაც ვიცით. ანუ ფაქტობრივად ჩვენ b-ს პოვნა მარტივად შეგვიძლია რომ აი a წერტილი შემეტანა ახლა ამ წრფის განტოლებაში -8 ხო ტოლი იქნებოდა k ჯერ, მაგრამ k 1/4-დია, 1/4 ჯერ 10 დამატებული b. ნუ ეგ არის 10 რო გავყოთ 4-ზე 2/5, გადავაკამკლებით იქით, ანუ b არის -10/5. მაშინ რა წრფეზე ყოფილა საუბარი, რა გამოდის ამ ყველაფრიდან, რომ y უდრის 1/4x - 10/5. ასე ჩვენ ვეძებთ უკვე m-ის მნიშვნელობას და m-ის მნიშვნელობა რომ დავთვალოთ შესაბამისად უნდა ჩავსვათ b წერტილის კოორდინატები მოცემულ წრფის განტოლებაში. m ტოლი იქნება 1/4 ჯერ x გამოკლებული 10/5. 1/4 x გაყოფილი 4-ს ეს არის 1/5 გამოკლებული 10/5 ეგ გამოდის -9. ანუ m გამოდიოდა -9. კარგი. ახლა 63. მოდი ახაზი გამოვაჩინოთ. ისე იგი ნახაზე მოცემულია პირველი წრფის განტოლება და დანარჩენი ორი წრფები ისე პარალელურია. კი ბატონო. პირველი წრფე არის ეს არის y უდრის -x + 8. ანუ ფაქტობრივად აქ საკუთხო კოეფიციენტი k ხო -1-ის ტოლი. და ჩვენ ახლა უნდა დაგვეწერა მეორე და მესამე წრფის განტოლებები. აი მეორე წრფეზე რა ვიცით? მეორე წრფე მოდი პირობითად იყოს რაღაცა k1x + b1, ხო? მაგრამ აქ k1 ხო ისევ იქნებოდა -1. იმიტომ რომ დახრილობები ერთნაირად პარალელურები არიან. მაგრამ აი b1 როგორ ვიპოვო ახლა? დააკვირდით აი ეს მეორე წრფე სად გადის? არ გადის -2x წერტილში, ბოდიში, პირიქით. 6 - 2 წერტილში, დიახ, გადის და შესაბამისად რომ ჩავსვათ ჩვენ ამ წერტილის კოორდინატები მოცემულ ფუნქციაში, -2 ტოლი იქნება k ჯერ არის, k ჯერ არის -1 ჯერ x დამატებული b1. აქედან b1 მარტივად გამოვთვალოთ, ეს იქნებოდა 4, ხო? -6 გადავიდოთ და მეორე ფარეს შეკრებით. რა მივიღეთ წრფივი ფუნქცია y უდრის a1 ანუ -x + 4. დგა დავამოწმოთ მაინც პასუხებში, არ მეშლებოდეს
გარშე არა სწორად აქვს გაკეთებული და მესამე წრფი. მესამე წრფის განტოლება თქვათ არის y უდრის a2x პლუს b2. რითია განსაკუთრებული ის კოორდინატა სათავეზე გადის. აქაც დახრის კოეფიციენტი არის -1, აბა გადის რა? 0 წერტილზე. ძალიან კარგი. ჩავსვამთ აქაც 0 წერტილს. რო იქნებოდა 0 უდრის -1 ჯერ 0 პლუს b2. b2 გამოდიოდა 0 და გაგვაქვს -1, b არის 0, ანუ რა წრფები ვიღეთ y უდრის -x. მოკლედ შეიძლება, მაგრამ ესეც საკმაოდ მარტივია და უსასე. კარგი, ახლა 64-ზე გადავიდეთ. რა ხდება 64-ში? დახაზე მოცემულია ორი წრფის გრაფიკი, კი ბატონო, ერთ-ერთის განტოლება გრაფიკზე არის მიწერილი. აი, აგერ არის ამ წრფის განტოლება ეგ არის. და უნდა დაგვეწერა მეორე განტოლება. აი, თქვათ მეორეს განტოლება არის y უდრის kx პლუს b, ხო? y უდრის kx პლუს b და ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახლა k და b. რა ვიცით k-ზე და b-ზე? ეს წრფეს იგივე წერტილში კვეთს y ღერს, რა წერტილში კვეთდა პირველი წრფი. და რადგანაც პირველი წრფის თავისუფალი კოეფიციენტი 3 იყო, ხო ვიცით ჩვენ თავისუფალი წევრი რაც არის ზუსტად იმ წერტილში კვეთს y ღერს. და x y ღერსთან კვეთა რომ ვიპოვოთ x იყო უნდა ჩასვათ 0 და 2 ჯერ 0 იქნებოდა 3 და აბათო და 3 იქნებოდა. შესაბამისად გამოდის რომ აი რა წრფესაც გვეკითხებიან მეორე წრფის თავისუფალი კოეფიციენტიც, ანუ 3. ახლა რა შეიძლება დაახლოება როგორ ვიპოვოთ? აქ ჩვენ გვაქვს ერთი მოცემულობა, რომ a უდრის 2b2. ანუ პირობითად თქვა თუ ეს არის ეს მუდაკვეთი კი არის, ეს სიგრძე ვიცით, ხო? 3 იქნება. მაშინ a2 არ გამოდის 6? კი, გამოდის. მაშინ აწერტილის აი აქ კოორდინატები, აწერტილი რა გამოდის? არ გამოდის პირველი კოორდინატი არის 6, მეორე 0. არ გამოდის იგივე? x ღერძზე წერს და თავისთავად y კოორდინატი 0 იქნებოდა. ანუ გამოდის რომ ჩვენ გვაქვს წერტილი, რომელიც აი ამ წრფეზე ძევს. და ჩავსვათ მისი კოორდინატები 0 უდრის a ჯერ x პლუს 3. ანუ x უდრის 3. x კი არა, მინუს x უდრის 3 და k უდრის 3 გაყოფილი -6, ანუ -1/2. ანუ რა ფუნქცია ვივიღეთ? y უდრის -1/2 x პლუს 3. მე დიაბეტა შესაძლოა. არა, დათანხმდა. გამარგი ბატონო. ახლა 65. მოცემულია ცუდი პირველი გავაკეთოთ ჯერ y უდრის x-ის მოდულს და უნდა ავაგოთ ამის გრაფიკი. ნუ ეგ ძალიან ცნობილი ფუნქციაა. ნუ იხატება აი ასე. ესი გრაფიკი. და ახლა რატო იხატება ასე? მოდი ავსვათ. ამ ამოცას ვაკეთებ ჩვენ ჩვეულებრივი გარდაქმნით, აი fx ფუნქციის გრაფიკი რომ არის მოცემული, როგორ უნდა ავაგოთ ყოველთვის fx-ის მოდული. ძალიან მარტივი ასაკებია, მარტივი დასამახსოვრებელია. მოდი დავახსოვროთ. აი ამ გარდაქმნას როგორ ავსახავთ, ხო? ამის გრაფიკი, fx-ის გრაფიკი როგორ აისახება ამ ახალი მიღებული ფუნქციის გრაფიკში. მოდი ჯერ ჩვენ წარმოვიდგინოთ აი y უდრის x-ის მოდული გარდაქმნის, როგორც გარდაქმნის შედეგი, აი y უდრის x-ის გარდაქმნის შედეგი. და მოდი დავხატოთ ახლა ჩვენ აი ამის გრაფიკი. ხდება ეგ ფუნქცია.
მოდი წითელი ფერით დავხატოთ. ეს არის y უდრის x წრფე და რა თქმა უნდა ბისექტრისაა პირველი და მესამე ოთხეთის. მაგრამ როგორ აისახება ახლა აი მსგავსი გარდაქმნები. აი როდესაც ჩვენ მოცემული ფუნქციის გრაფიკი გვაქვს და გვაინტერესებს ახლა მთლიანად გამოსახულება რომ იყოს უარყოფითი, იგი მოდულში როგორ ჩაიწერება. რა ხდება მეგობრებო რიცხვის მოდულში აყვანის დროს? თუ ის უარყოფითია, ხო ხდება მისი მოპირდაპირე და თუ ის დადებითია, ხო რჩება იგივე. ანუ დააკვირდით, მოდულში აყვანილი ფუნქციის გრაფიკის ის ნაწილი, რომელიც დადებითია, აი დადებითი არის ეს ნაწილი, ხო? შემთხვევაში დარჩება, ხოლო ნაწილი, რომელიც უარყოფითია, მოპირდაპირედ აისახება, ანუ სიმეტრიულად ავა მეგობრებო x ღერძის ზემოთ. აი ეს სიმეტრიული ცვლა მოხდება. ასეთი გრაფიკი იქნება საბოლოოდ. დავტოვებდით ამას ასე. რაც შეეხება ახლა კიდევ ერთ ფუნქციას, აქ ჩვენ გვაქვს y უდრის x-ის მინუს 2-ის მოდული, ჯერ რას ვიზავთ? ჯერ ავაგებდი y უდრის x წრფეს. მერე შევასრულებდი გარდაქმნას y უდრის x მინუს 2-ს. ეგ როგორ გარდაიქმნებოდა? როდესაც ფუნქციას აკლით რაიმე მნიშვნელობას, ეს მნიშვნელობა ჩამოჩოჩდება ორი ერთეულით. ანუ ეს იქნებოდა ესე, ანუ მინუს 2-თან ჩამოვიდოდა ნულიდან. ორი ერთეული ჩამოჩოჩდებოდა. ახლა მეგობრებო, ბოლო-ბოლო დავაყენოთ საშველი და გავაკეთოთ მოდული. გარდაქმნა, ხო? ეს იგი y უდრის x-ის 2-ის მოდული. და x მინუს 2-ის გრაფიკი ხო აი წითელური აზრი რომელიც და მისი მოდული რა არის? რაც არის y ღერძის ასე თქვა y ღერძის ქვემოთ, აი ეს ნაწილია ხო? ეს ნაწილი კი არის x ღერძის ქვემოთ. აი მთლიანად ეს ნაწილი, აი ეს ნაწილია x ღერძის ქვემოთ. და რა მოხდება? ის აიკეცება, მეგობრებო, ზემოთ. მოდი, ციცოცხლე. მაგალითისთვის, თუ x უდრის 1-ს, y ხო უდრის მინუს 1-ს. ოღონდ ფუნქციაში. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში x-ი თუ არის 1, y იქნება დადებითი 1. ანუ x-ი თუ არის 1 თუ ჩავუდგეთ, ხო უდრის ზემოთ. ასე იქნება ახალი გრაფიკი. ეს იქნება ახალი გრაფიკი. კარგი, მოდი შევადაროთ მაინც კი ბატონო, სწორად გვაქვს გაკეთებული. ხო, ეს ქვედა ნაწილი აღარ იქნება. ასე. კარგი, მოდი ახლა დავაკვირდეთ რა უნდა 66-ს. იპოვეთ მანძილი, ну რაღაც წაფი არის მოცემული და მის y ღერძთან გადაკვეთის წერტილიდან და რაღაც წრფის x ღერძთან გადაკვეთის წერტილამდე, ну რაღაც მანძილი უნდა ვიპოვოთ. მოდი მივცეთ ამ სტანდარტული ფორმა. როგორ ჩაიწერება, ხო? 2x - 3y უდრის 6. იგურის
დაგეგმვა 2x მინუს 6. თუ ამას ვიყავ მომენტ, ეს არის 2/3x მინუს 2. ხო? კარგი ბატონო. ახლა ჩვენ რა გვინდა? ჩვენ გვინდა რომ აი ამ წრფის y ღერძთანკვეთის წერტილი გვინდა და y ღერძთანკვეთის წერტილი მინუს 2 არ არის? მოდი დავხატოთ. y ღერძთანკვეთის წერტილი არის ეს. კარგი, ახლა მოდი ავაგოთ მეორე წრფე გვქონდა აქ ჩვენ. მეორე წრფე არის 5y უდრის 15 და ავასწოთ ოდიში 3x მინუს 5y, ხო? და აქ რა იქნებოდა? y აქეთ გადმოვიდოდა 3/5 x მინუს 5y. დაგდებით 5y გადმოვიდოდა აქეთ, თუ გავყოფთით მოსავზე 3/5 კი არა. ერთი წუთი არ y გადავიდოთ აქეთ, 15 გადმოვიდოდა აქეთ მინუსით და 5-ზე გავყოფთით 3/5 და აქ იქნებოდა 3, ხო? y გადმოვიდოთ 5-ზე უნდა გავყოფთით. კარგი. ახლა რა გვინდა ჩვენ გავხსენოთ? აქ თუ გვინდოდა y-თან კვეთა, აი ეს. აქ გვინდა უკვე x-თან კვეთა. და x რა დროს კვეთს? როცა y-ია 0-2, ხო? როცა y უდრის 0-ს. ესე იგი რა გამოდის? რა ხდება? 3/5 x უდრის 3-ს და x უდრის 5-ს. ეგ იყო x-თან კვეთა. y-თან კვეთა რა არის? ნუ როცა x უდრის 0-ს და ეგ რა გამოდის? y იქნება -2. -2 x-ი რა არის? x-ი არის 5. ანუ ასე ვიდა, ხო? უნდა ვიპოვოთ პირველი წრფის y ღერძთან გადაკვეთის წერტილიდან მეორე წრფის y ღერძთან გადაკვეთის წერტილამდე მანძილი. თხოვნა 2-დან 5-მდე მანძილს. აქ პითაგორის თეორემა უნდა გამოიყენოთ. ამას მოდი დავარქვათ რაღაცა L და L კვადრატი, ანუ ჰიპოტენუზის კვადრატი რას უდრის? კათეტების კვადრატების ჩავს, ანუ 2 პლუს უდრის კვადრატს პლუს უდრის კვადრატს ეკავს 29 და პლუს 29. კარგი. მაინც გადავწყვეტ თუ სწორად გავაკეთეთ 66 ნომერი იყო ეს, ხო? კი. ახლა მოდი გავაკეთეთ 67-ს. მოცემულია, მოდი პირველი აქ y უდრის 3x მინუს 1 ფუნქცია. იპოვეთ OX ღერძამდე მანძილი, ანუ მოდი ავაგოთ ეს. ვიმაგოთ, აი, რას ვაკეთებთ, გაიხსენეთ, რა შევამოგეცით წინა ლექციებზე. OX-თან y ღერძთან კვეთის წერტილები მოვიდა შეერთეთ. y ღერძთან კვეთა რა არის? აი, x-ი ჩასვი 0. არის -1. ანუ x-ი თუ უდრის 0-ს, y-ი უდრის -1-ს. მერე y-თან კვეთა, x-თან კვეთა რა არის? y უნდა ჩასვა 0. x-ი გამოდის 1/3. მოდი, აგერ არის თქვათ 1/3. რა უნდა ახლა? ახლა უბრალოდ ჩვენ ეს ვაკეთებთ. გავავლევთ წეს, ხო? ვიპოვეთ y-თან y ღერძთან კვეთის წერტილები, შევაერთეთ ისინი და ეგ არის ზუსტად y უდრის 3x მინუს 1. ახლა რა გვინდა? ჩვენ OX ღერძამდე მანძილი
ვიცით რომ არის 2. ეს ცოტა იპოვეთ x ღერძამდე მანძილი გრაფიკის სივრცესა, რომლის აფსის არის 2. აჰა, x-ი აფსის არის 2, ნუ 2 ხო არის სადღაცა აქ. და ვეძებ წერტილს, რომლის აფსის არის 2. ანუ თუ შევაერთებთ ასე, გადავწყვი, ანუ დავაგეგმილებთ y ღერძზე. თუში ცოტა ამრავრიო, რა უნდა აფსისა ხო? აი აფსის აი ამ წერტილის რაღაცა წერტილი აღებული, მისი აფსის არის 2 და გვეკითხებიან მანძილს OX ღერძამდე. და მანძილს ამ წერტილიდან OX ღერძამდე ამით არ აღნიშნავთ? კი. და ეგ რა არის ჩვენ შემთხვევაში იგივე x-ი არის? კი, არის იგივე x-ი. და როგორ ვიპოვოთ ეს x-ი? კი, მაგრამ შესაბამისი y მოიცით უკვე. x-იც და მოდიში იქ არის პოეთ ღერძამდე მანძილი. ხო, და x-ი უნდა ვიპოვო შესაბამისი x-ი. ანუ რა წერტილი გვაქვს ეს წერტილი, მისი x კოორდინატია 2, y კოორდინატია 0. და აღვადგინეთ ჩვენ y კოორდინატი მივიღეთ. პირიქით, ხო, x კოორდინატი არის 2 და y კოორდინატი არის y კოორდინატი. ხო, ამ შემთხვევაში არის x, ხო, ასე გამოდის რა, ემთხვევა. კაი, აღვადგინოთ ახლა ეს. ესე იგი, 3x რა გამოდის აქედან? 3x გამოდის 3 და x რა გამოდის? x გამოდის 1. იპოვეთ y ღერძამდე მანძილი გრაფიკის იმ წერტილიდან ox ღერძამდე მანძილი. მაგრამ პასუხი არ დაგვემთხვა. რა გვერია? რაღაც ამერია, ხო? ოპ, რა თქმა უნდა, ამერია. და რა ამერია? y-ის მაგივრად ჩავსვი აქ 2, არა და x კოორდინატი იყო 2, ანუ აქ უნდა ჩავესვი. თიში? ანუ y უდრის აქ 3-2 -1 და y თუ ვიპოვეთ, x ღერძამდე მანძილი დაკომპლექტ გამოდის. აურიო, ხრო ფუტიში გიხდით. ესე გავყოლე. ეს იქნებოდა 5. აი, მოდის 67-ს მეორეც გავაკეთოთ. ნუ არაფერი აქ თქვენ როდესაც თხოვე რომელიმე ღერძამდე წერტილიდან მანძილს, აი რაღაცა თქვა იმ წერტილიდან ამ ღერძა x ღერძამდე იგულისხმება, ანუ y ღერძამდე. ნუ რა არის ეგ? ეგ არის მეორე კოორდინატი. ანუ ეგ ხო არის? ეგ ხო არის? და რისი ტოლია ox ღერძამდე მანძილი? ox ღერძამდე მანძილი ტოლია ეგ კოორდინატის, ხო? ამ შემთხვევაში ეგ არის იგივე. oy ღერძამდე მანძილი ტოლია აქ კოორდინატის. ამათი მოდულების. გაიჩნია რომ 4-ია წერტილი და დივიჩი თუ აყოფჩი. 67. მეორე. წრფივი ფუნქციის გრაფიკი, ну რაღაცა წრფივი ფუნქციის გრაფიკი გვაქვს y უდრის kx + b-ს. ვიცით რომ ეს გადის m წერტილზე 5-8 კოორდინატებით და აფსისთან ღერძის პარალელურია. აი წრფე როდესაც აფსისთან ღერძის პარალელურია, რა ხდება? ის მუდმივი გამოდის, აი აფსისთან ღერძის მუდმივი გამოდის და მუდმივი თუ გამოდის, ხო, y უდრის b-სახის გატოლება ხო იქნება. და თუ 5-8 წერტილზე გადის, მეგობრებო, ანუ x-ი თუ არის 5 და y-ი, ესე იგი რა გამოდის? ამ ყველა წერტილს ხო ერთნაირი y-ი გააჩნიათ. ესე იგი b 8 იქნება b. ეგ. ახლა sekretary 668. ნუ, ისმოთ 868. ახლა აქ 660-ი აღმოცებული.
დავიწყოთ, აბა ვნახოთ, დავაკვირდეთ, რას ვთხოვს. ამოხსენით განტოლება x-ის მიმართ. წრფივი განტოლებაა. მოდი ასე დავაკვირდეთ, მეგობრებო. და x-ის მიმართ რომ ამოხსნათ, წრფივი განტოლებაა. წრფივი განტოლების ამოხსნის ტექნიკა რა არის? ტოლობის ცალ-მხარეს უნდა დავაჯგუფოთ x-იანი წევრები, ხო? და მეორე მხარეს თავისუფალი წევრები, ხო? რიცხვითი წევრები. რიცხვები. და სიმბოლურ ჯამში ჩვენ მივალთ წრფივი განტოლების ზოგად სახემდე. x უდრის b-ს, აი ამ ფორმამდე მივით. რომელსაც აქვს სამი სიტუაცია და დამოკიდებულია a-ზე, თუ a განსხვავებულია ნულისგან, მაშინ ერთი ამონახსნი ექნება b შეფარდებული a-სთან. თუ a ნულის ტოლია და ამავდროულად b-ც ნულის ტოლია, მაშინ უამრავი ამონახსნი ექნება და თუ a ნულის ტოლია და b განსხვავებულია ნულისგან, მაშინ ამონახსნი არ ექნება. აქამდე უნდა მივიდეთ ახლა ჩვენ. მოდი გავხსნათ ჭრილი. მოდი რა ვქნათ იცით, 2a + 1 თლიანად გავამრავოთ x-ზე ასე მაინც მერე დასაჯგუფებელი გვექნებოდა და ყველაფერზე მოგავამრავით და 2a + 1 გავამრავოთ -1-ზე, 2a + 1 ასე იქნება 2a + 1 x-ზე გუდრის 2a + 1-ს. ასეთი სიტუაცია მივიღეთ, მეგობრებო. რადგანაც პარამეტრიანია და არ დაუკონკრეტებიათ აი როგორი ამონახსნი უნდათ, მათ უნდათ ისეთი ისე განვიხილოთ სიტუაცია, რომ უამრავი ამონახსნი გქონდეთ, ან უნდათ ისე განვიხილოთ სიტუაცია, რომ გქონდეთ ერთადერთი ამონახსნი ან არ გქონდეთ, ხო? აი ამიტომ ჩვენ რადგან არ არის დაკონკრეტებული, ვალდებული ვართ, რომ ყველა განვიხილოთ და როგორ გავაკეთებდით, რას ვიზამთით? წამოყვეთ ახლა დავაკვირდეთ. თუ 2a + 1 უდრის 0-ს, აი აქეთა მარჯვენა მხარესაც ხო იგივე წერი, ესეც 0 იქნება. მაშინ x ეკუთვნის 1-ს. ანუ არა აქვს მნიშვნელობა x-ის მაგივრად, რას ჩავსვათ, უამრავი ამონახსნი იქნება. ანუ a თუ უდრის -1/2-ს, მაშინ x ეკუთვნის 1-ს. და თუ 2a + 1 არ უდრის 0-ს, ესე იგი ფაქტობრივად a განსხვავებულია -1 მოვლენისგან, მაშინ რა გამოდის, მეგობრებო? გამოდის, რომ ეს 0 არ არის და მას ეს შეკვეცა შეგვიძლია. და თავიდანვე თუ დააკვირდით, მე ეს არ გადმოვიტანე მარჯვენა მხარეს გაყოფით, იმიტომ რომ არ ვიცოდით 2a + 1 0 იყო თუ არა და ახლა თუ ვიხილავ შეთქმულას, რომ არ არის 0, მაშინ x იქნება 1-ის ტოლი. ანალოგიურად უნდა გაკეთებულიყო ყველა სხვა ამოცანაც, მეგობრებო. ახლა შეიძლება უცებ ვინმეს რა დაინახა, იცით, რადგანაც ნამრავლია ნულის ტოლი, განიხილავდა a შემთხვევას, 2a + 1 თუ უდრის 0-ს და მაშინ x - 1 ნებისმიერია, ესე იგი გამოდის, რომ x - 1 ერი იქნება, ან x-იც ერი იქნება და b შემთხვევა, როცა x - 1 იქნებოდა 0-ის ტოლი. მაგრამ აი უფრო დამაჯერებელი, არგუმენტირებული პრინციპში ამ ამოცანასაც არ აქვს ცუდი არ არის ახლა ეგეც. მაგრამ მაშინ აქ 2a + 1 კეთო არ არის 0-ის ტოლი, ნუ იტყოდი და ასე გაყვებით. და x - 1 უნდა ყოფილიყო 0-ის ტოლი, იგივე იქნებოდა რა. მაგრამ უფრო უნივერსალური ამოხსნა, რაც ჩვენ შემოგთავაზეთ, აი დააკვირდით ნებისმიერს, აი მეორესაც იგივე მოხდებოდა, მესამესაც იგივე მოხდებოდა, მოდი მე-6 გავაკეთოთ ახლა ასე. 8-68. მოცემულია ax - 3b უდრის 1 + 2bx. x-იანი წევრები დავაჯგუფოთ ცალკე.
აი ეს და ეს, ეგ იქნება ax მინუს 2bx-ი, უდრის 3b აქეთ გადმოვიტანოთ, 3b პლუს 1, x-ი გავიტანოთ ჩხილებს გარეთ, 100 მინუს 2b გამრავლებული x-ზე. და ნუ მოვიცეთ, როგორც მანამდე ვიმშერეთ და ვისაუბრეთ, ხო? თუ a მინუს 2b უდრის 0-ს. მოდი პრინციპში ჯერ თუ 0-ისაგან განსხვავებულია. არა აქვს მნიშვნელობა 3b პლუს 1 რა იქნება. თუ a მინუს 2b მეგობრებო არის 0-ის ტოლი, ესე იგი a უდრის 2b-ს, მაშინ რა იქნება ამონახსნი? x იქნება ერთადერთი ამონახსნი იქნება და ეს ამონახსნი იქნება გადმოვიტანთ a მინუს 2b-ს მეორე მხარეს სხვაობით და იქნებოდა ასეთი პასუხი. ანუ ალბათ გასაგებია რა ხდება. ახლა ეგ ერთი სიტუაცია. ასე. ახლა მეორე სიტუაცია. თუ a მინუს 2b უდრის 0-ს და იმავდროულად მოდი ქვემოთ დავწეროთ 0-ს და ასე 3b პლუს 1-იც უდრის 0-ს. აი, თუ ეს ორი ერთად ხდება, მეგობრებო, მოდი მაშინ ვამოვხსნათ რა გამოდის, ესე იგი a უდრის 2b-ს და აქედან b უდრის მინუს 1/3-ს, ნუ შესაბამისად, ჩასვავთ აქ და a გამოდიოდა მინუს 2/3. ანუ თუ a არის მინუს 2/3 და b არის მინუს 1/3, მაშინ რა მოხდება? მაშინ უამრავი ამონახსნი ექნება, ხო? x-ი ეკუთვნის r-ს. რატომ ასე? იმიტომ რომ 0 ჯერ x-ი 0-ის ტოლი. და თუ a მინუს 2b უდრის 0-ს, მაგრამ იქვე 3b პლუს 1 არ უდრის 0-ს, ანუ b არ უდრის მინუს 1/3-ს, ანუ a უდრის 2b-ს, მაგრამ b არ უდრის მინუს 1/3-ს, მაშინ ცარიელი სიმრავლე იქნებოდა ამონახსნი, ხო? საინტერესო ერთგულიანი ამოცანა იქნება, თუ მოვიდა ეს გამოცდაზე. მოდი ახლა 79-ს. ის 79. იპოვეთ k-ს ისეთი მთელი მნიშვნელობები, რომლისთვისაც k პლუს 2 ჯერ x-ი უდრის 6 განტოლებას და ანუ იყო 4 კითხვა. კაი. ანუ აი ამ განტოლებას რა შეიძლება ხდებოდეს ახლა? ნუ რა დროს არ ექნება ამონახსნი, აი პირველ კითხვას რომ გავცეთ პასუხი. ამონახსნი რომ არ ხონდეს k პლუს 2 უნდა უდრიდეს 0-ს და თავისუფალი წევრი, ანუ 6 ახლა უნდა უდრიდეს 0-ს, ნუ თავისთავად 6 ისედაც არ არის 0-ის ტოლი და ანუ გამოდის k უნდა უდრიდეს -2-ს. k თუ -2-ის ტოლია, მეგობრებო, შესაბამისად გამოდის რომ ამონახსნი არ აქვს ცარიელი სიმრავლე. ნუ პირველ კითხვაზე პასუხი არის ეს, აი k თუ არის -2-ის ტოლი. ამონახსნი აქვს და ის მთელი რიცხვია. ნახო, საინტერესოა. ამონახსნი რომ ხდეს რა უნდა ხდებოდეს? პირველ რიგში x-ის კოეფიციენტი უნდა იყოს განსხვავებული 0-ისგან. კაი ბატონო. ანუ შესაბამისად k განსხვავებულია -2-ისგან. ამაში რა მოხდება? მაშინ x იქნება 6 შეფარდებული k პლუს 2-თან. ახლა დააკვირდით, ეს კი არის ამონახსნი, მაგრამ ეს უნდა იყოს მთელი რიცხვი, ხო? z უნდა იყოს. ანუ 6 შეფარდებული k პლუს 2 უნდა ეკუთვნოდეს z-ს. ანუ გამოდის, რომ 6 უნდა იყოფოდეს k პლუს 2-ზე. ანუ ახლა ეს სამწერტილს რომ ვსვავთ, იყოფა გამყოფობა ნატურალურ რიცხვებზე გამოიყენება, მაგრამ ასე შეგვიძლია დავალაგოთ ხდება, უნდა იყოფოდეს 6 k პლუს 2-ზე ან მის მოპირდაპირეს, აი k პლუს 2 რომ უარყოფითი იყოს. მაგარი და ბევრი წერა, ანუ k პლუს 2 უნდა იყოს ან 6-ის გამყოფები, ან ამ გამყოფების მოპირდაპირე რიცხვები. ესე იგი, k პლუს 2 უნდა იყოს ან 1, ან 2,
ან 3, ან 6, ან უნდა იყოს -1, -2, -3, -6. ნუ შესაბამისად გამოთვლით ახლა კას მნიშვნელობებს. მთავარია კა არ გამოდიოდეს -2 და ყველა სხვა შემთხვევაში, ნუ გვაწყობს. კაი. დაგვიდა ამის ამოწდა, ხო? ანუ კა გამოდის სადმე -2? მოდი დავაკვირდეთ. არ გამოდის, ხო? -2 არ სადარ გამოდის. აქ კა არის -1, აქ 0, აქ 1, აქ 4, აქ -3, -4, -5, მე 8 მონახსნი იქნებოდა 79-ს. ვიდა ხამის ჩამოწერა. მოდი მესამე კითხვას უპასუხოთ. აქვს სამონახსნი. აჰა, უბრალოდ აქვს სამონახსნი. ნუ ამ კითხვას რომ გავცეთ პასუხი რა უნდა ხდებოდეს? უბრალოდ არ უნდა უდრდეს k + 2 ანუ k უნდა იყოს განსხვავებული -2-ისგან. ნუ აქ გამონახსნები იქნებოდა აი ამ პატარა ამტოლებების ასუხები. მეორეში, აი მესამეში კი k არის ყველაფერი, ხო? აქვს ამონახსნი, ხო, ანუ მთელ რიცხვს და რამეს ამთხოვენ. სულ ერთია რა იქნებოდა k. ავიღებ ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეს და აქედან უნდა ამოვაგდოთ -2. გამოვთხე. ამონახსნი აქვს და ის ნატურალური რიცხვია. აჰა, ანუ ისევ აი აქ ვიქნებოდით. მეგობრებო, ოღონდ k + 2 აღარ იქნებოდა უარყოფითი. ანუ ჩვენ ჩამოვწერდით მხოლოდ და მხოლოდ k + 2 არის 1, 2, 3, 6. იმიტომ რომ პასუხი ხო იქნებოდა x-ი გაყოფილი 6-ი შეფარდებული k + 2-ზე და შესაბამისად ეს რომ ნატურალური ყოფილიყო, 6-იანი ხო ნატურალურია დადებითი, ანუ k + 2-ის დადებითი უნდა ყოფილიყო და ამათ პასუხებს ჩამოვწერდით. 8-70. იპოვეთ ეს ყველა მთელი მნიშვნელობა, რომლისთვისაც mx გამოკლებული 2x უდრის m კვადრატს + 2 განტოლების ფესვი მთელი რიცხვია. აჰა. ანუ ესე იგი x უნდა იყოს მთელი და ჩვენ გვეკითხებიან აი ასეთ m-ებს. x-ის მიმართ უნდა ამოვხსნათ, ანუ x-იანები დავალაგოთ ცალკე. ესე იგი გავიტანოთ ჩვენ ახლა აქ. x-ი ვჩხილებს გარეთ m-2 იქნება. ამას რომ გქონდეს ამონახსნი ცხადია m-2 არ უნდა უდრიდეს 0-ს, ანუ m-ი არ უნდა უდრიდეს 2-ს და შესაბამისად ამონახსნი რა იქნება? x იქნება m კვადრატს დამატებული 2 შეფარდებული m-2-დან. ასეთი ამბავი. ახლა რა ხდება? აი ეს პასუხი უნდა იყოს მთელი. ანუ მე ისე უნდა ჩავსვა m-ები, რომ მთელი მივიღო ეს მნიშვნელობა. ახლა უბრალოდ სინჯვის მეთოდი მოდი ავდგეთ და ჩავსვათ არ გამოდის. აი რა შველის აქ? ადრე თორსტები პირველი თავი იყო თუ მეორე თავი იყო, ჩვენ დაახლოებით გავსი რამ იმუშავეთ. აქ შველის სიტუაციას მთელის გამოყოფა. ანუ პრობლემა რა არის? პრობლემა ის არის, რომ ორი რიცხვაშიც და ნიშნაშიც არის ცვლადი წარმოდგენილი. და ეს არ რთულებს პროცესის აღქმას. აი, უბრალოდ აღქმის პროცესი. გვირთულდება ჩვენ შემოწმებაც. ნუ m-ი ვეძებო ისეთი, რომ ჩავსვა და გამოვიდეს შეფარდება მთელი. აი, გაცილებით მარტივი იქნებოდა აღქმის პროცესი. თუ მე ან რიცხვში ან ნიშნაში აღარ მექნებოდა m პარამეტრი. თუ ისე გარდახვიდით. რა თქმა უნდა, ეს უფრო მოსახერხებელია ჩვენ რიცხვში გავაკროთ და როგორ დააკვირდით. მოდი ისეთი გარდაქმნა გავაკეთოთ რიცხვში, ისე დავუმატოთ და გამოვაკლოთ, მოდი გამოვაკლოთ 4-იანი და დავუმატოთ 4-იანი და 2-იანი შესაბამისად გქონდა და დავტოვოთ
ნუ მიღებული ზედა რაღაც გამოსახულება შემეკვეცოს m-2-ზე. ნახეთ რა გამოდის, ასე ხო გამოდის m კვადრატს მინუს 4 პლუს 6 შეფარდებული m-2-თან. და რომ გავწყვიტოთ ახლა წილადი. m კვადრატს მინუს 4 შეფარდებული m-2-თან პლუს 6 შეფარდებული m-2-თან. დაგვირდით? m კვადრატი ხო შეუკლებულია m-2-ის m+2-ზე დამრავლი შედეგია და ეს რო შევკვეცოთ ამაზე იქნება m+2 რაღაც ასე და ემატება 6 შეფარდებული m-2-თან. ახლა რატომ ჯობს ეს გამოსახულება წინას? აქაც ორ ადგილზეა ხო? სვადი, მაგრამ m+2 ხო ისედაც მთელი იქნება თუ მე m-ს მთელს ავიღებ. და უკვე თლიანი პასუხი რომ მთელი გამოვიდეს, ესე იგი აი ეს წილადი უნდა იყოს მთელი და ამის მთელობის შემოწმება უკვე მარტივია, იმიტომ რომ მრიცხველში ცვლადი აღარ გვაქვს. და რა დროს იქნებოდა ეს მთელი? თუ 6 გაიყოფოდა m-2-ზე. ანუ 6 უნდა ესე იგი m-2 უნდა იყოს 6-ის გამყოფები. ან 1, მაშინ m იქნებოდა 3, ან 2, მაშინ m იქნებოდა 4, ან 3, 6-ის გამყოფი ხო 1, 2, 3 და 6-ია, m იქნებოდა 5, ან 6, m იქნებოდა 8 და რადგანაც მთელებზეა საუბარი და არა ნატურალურებზე, ნუ ესე იგი ჩვენ აღთხოვენ m-ის მნიშვნელობებს, ხო? m-ის ყველა მთელი მნიშვნელობა. კი ბატონო, m-2 შეიძლება ყოფილიყო -1, m-2 შეიძლება ყოფილიყო -2, m-2 შეიძლება ყოფილიყო -3 და m-2 შეიძლება ყოფილიყო -6 და შესაბამისად m იქნებოდა 1, 0, -1 და -4. აქაც რაიმე შეზღუდვა გვაქვს m-თან დაკავშირებით და ამის არ შეგვიძლია ხო? არა გვაქვს შეზღუდვა -1, 2, 3, 6 ნუ შესაბამისად 3, 4, 5 რა იქნებოდა პასუხები. 1 წუთი არ გვეშლებოდეს ვიცი არ ნაფერი sorry აი ეს პასუხები და ეს არის. კარგი. მოდი 71 ვნახოთ ახლა. 871. მოცემულია b კვადრატ x უდრის 4x პლუს b პლუს 2 განტოლება და აქაც უნდა განვიხილოთ სიტუაცია, რა დროს ექნება არ ექნება საერთოდ ამონახსნი, რა დროს ექნება უამრავი და რა დროს ექნება ერთი ამონახსნი. უკაცრავად აქ დიდად ორიგინალურები ვერ ვიქნებით და უნდა გავაკეთოთ იგივე. დავაჯგუფებთ ამათ ცალკე x-ი რომ გავამჩხილებს გარეთ იქნება b კვადრატს -4. მეორე მხარეს იქნება b + 2. გავყვებით ახლა ჩვენ ანუ ცარიელი სიმრავლე რა დროსაა ცარიელი სიმრავლე? მაშინ როცა b კვადრატს -4 უნდა იყოს 0 და b + 2 არ უნდა იყოს 0. აი ფაქტობრივად ასეთი სისტემა უნდა იხსნებოდეს. b კვადრატს -4 რა დროსაა 0 თუ b უდრის -2-ს ან b უდრის 2-ს, მაგრამ b იმავდროულად არ უნდა იყოს -2-ის ტოლი. ესე იგი რა გამოდის ამის ამონახსნი რა აი სისტემა რა დროს შესრულდება თუ b იქნება 2. აი რომ ჩავსვათ ახლა b2 მარცხენა მხარე გამოდის 0, მარჯვენა კი 0-ისგან განსხვავებული ცხადია თქვენ ასეთ x ვერ მოძებნით. უამრავი ამონახსნი რა დროს აქვს. როდესაც b კვადრატს -4-იც უნდა იყოს 0 და b + 2-ც უნდა იყოს 0. ნუ b კვადრატს -4 რა დროს არის 0, როდესაც b უდრის -2-ს ან b უდრის 2-ს. და ამავდროულად b
b უნდა უდრიდეს 2-ს, ხო? მეორე განტოლება ითხოვს, რომ 2 იყოს. ესე იგი, ამის საერთო სისტემის ამონახსნი რა იქნება ორივე განტოლება რო ჭეშმარიტობად იქცეს. b უდრის შედიში, მოთ -2. b უდრის -2, საერთოდ ქვემოთ -2 აკმაყოფილებდა ცუდად მოვიტანე. ასე. და ერთადერთი ამონახსნი რა დროს ექნება? ავარია b კვადრატს -4 არ უდრიდეს 0-ს, ანუ b არ უნდა უდრიდეს -2-ს და b არ უნდა უდრიდეს 2-ს, ანუ b ეკუთვნის r-ს გარდა -2 და 2-ის სახე. აი ამ დროს ექნებოდა ერთადერთი ამონახსნი. თუნდაც 72-ის ვნახოთ რას გვიმზადებს. ის 72. აბა დავაკვირდეთ. იპოვეთ ამ პარამეტრის ყველა მნიშვნელობა, რომლისთვისაც განტოლებას აქვს უბრალოდ ამონახსნი. აქვს ამონახსნი ნიშნავს, რომ ჩვენ გვაწყობს უამრავი ამონახსნიც და გვაწყობს ერთადერთი ამონახსნიც. ნუ თუ დავალაგებდით, ასე იქნებოდა x-ი გავდო დავჭრილოს გარეთ a კვადრატს -1 გამოვდებოდა x-ზე. ეგ არის a + 1 და ამას ამონახსნი რომ მქონდეს, რა უნდა ხდებოდეს? ესე იგი უამრავი ამონახსნი და გქონდეს და უამრავი ამონახსნი აქვს, როდესაც a კვადრატს -1 უდრის 0-ს და a + 1 უდრის 0-ს. ეგ a კვადრატს -1 რა დროს უდრის 0-ს, როცა a უდრის -1-ს ან a უდრის 1-ს, მაგრამ ქვედა განტოლებიდან a -1-ის ტოლი უნდა იყოს და სისტემა რომ შედგეს ამოიხსნას, a უნდა იყოს -1. და ერთადერთი ამონახსნიც გვაწყობს, ხო? ერთი რა დროს აქვს? როდესაც მთავარია a კვადრატს -1 არ უდრიდეს 0-ს, ანუ a არ უნდა უდრიდეს -1-ს და a არ უნდა უდრიდეს დადებით 1-ს, ესე იგი a გვაწყობს ყველაფერი გარდა -1-ისა და 1-ისა. ნუ თუ გავაერთიანებთ მეგობრებო ამ ორ პასუხს ჩვენ ერთმანეთში, ხო? ფაქტობრივად გამოდის, რომ -1-იც გვაწყობს. ანუ საბოლოო პასუხი იქნებოდა a ეკუთვნის ყველაფერს გარდა 1-ისა. ანუ -1-ისთვის იქნებოდა უამრავი ამონახსნი, ყველა სხვა რამისთვის გარდა -1-ისა და 1-ისა, ანუ ერთადერთი, ესე გამოდის, რომ ერთიანია ისეთი რიცხვი, რომლისთვისაც ამონახსნი არ ექნება და შეგიძლიათ ასე ჩაწეროთ, გააერთიანოთ, ანუ ეს ორი პასუხი. ვის 73. ას რა მნიშვნელობისთვის სრულდება ტოლობა ნებისმიერ x-ისთვის. ახლა შეიცვალა აქცენტები პირობაში. მოდი ასე გადავწეროთ ეს ამოცანა. წარმოიდგინეთ, თქვათ, გამოხდა ხანი, გავიარეთ ჩვენ კვადრატული განტოლებაც, სხვადასხვა ტიპის განტოლებები კიდევ და მოგდით ასეთი სიტუაცია. ანუ ყველა სხვადასხვა ტიპს განტოლებისა, სხვადასხვა რეჟიმში პირველ სიტუაციაში აქვს, აი ესეთი მდგომარეობა, რომ ნებისმიერი x-ისთვის იყოს ჭეშმარიტი. იგივე უტოლობებზეც ხდება და პირველ რიგში თქვენ უნდა შეაფასოთ რა ტიპის განტოლება თუ უტოლობა. ამ შემთხვევაში ნუ რა ტიპის განტოლება წრფივია მეგობრებო. თუ x-ის მიმართ ჩვენ ვხსნით ამას კვადრატულ ამ განტოლებას, x-ი ყველგან ერთ ხარისხშია, ანუ x-ის მიმართ წრფივი განტოლებაა. მაშინ x-ი არის წევრები უნდა დალაგდეს ცალკე. და რა შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ? ალბათ თუ და გავხსნათ ჩხილები და x-ი არის წევრები ცალკე დავალაგოთ. სამუშაო იქნება. მოდი ჯერ რიცხვს ვიხედოთ, აი რა იქნებოდა, ბევრი არა საძერი. ანუ შეხედეთ 3ax, აი x-ის ცალკე გავუყ -8a -3x -6.
მოდი ეს წეროთ დროით მნიშვნელი a პლუს 3 და ეს არის x მინუს 12 შეფარებული 3. ახლა ეს და ეს ერთად რო დავაჯგუფოთ x-ი გავაჩხილებს გარეთ 3 a მინუს 3 გამოდის, ხო? დავლებული x. და ეს ორი ცალკე მინუს 8 მინუს 6. ანუ აქ იქნებოდა ახლა ჯვარედინად გადავამრავლოთ 3 გადავამრავლოთ აქეთ, ცხრა ხარის რა იქნება? ესე იგი 3 გამრავლდება 3 მინუს 3-ზე x-ი იყოს ცალკე ხელუხლებელი, ანუ ეს იქნება 900 მინუს 9 გამრავლებული x-ზე მინუს 3-ჯერ არის 24-ია მინუს 18 უდრის a პლუს 3 გამრავლდება x-ზე ასე და პლუს არის გამრავლდება 12-ზე, ანუ მინუს 12-ია, მინუს 36. ანუ x-ი არის წევრები, ახლა გადავაჯგუფოთ, აი, რაღაც რომ გადავიტანოთ ცალკე, რა იქნებოდა, x-ი ხო იქნებოდა და ფრჩხილებში იქნებოდა 900 მინუს 900 გამოაკლდებოდა a პლუს 3, ანუ გამოაკლდებოდა 3. თან ფრჩხილებს გარეთაც დავტოვე x-ი რა, რომ შედარებით ნაკლები მოქმედებები დამჭირდეს. ეს გადადის მარჯვენა მხარეს, ესეც გადადის მარჯვენა მხარეს, ანუ დადებითი 24-ია, დადებითი 18, აქ დახვდა 12-ია და დახვდა 36. ვარყოფით, ხო? ანუ აქ რა არის? 900 მინუს a ეს არის 800, 900 მინუს 9 მინუს 3 მინუს 12. და აქ არის 24-ას გამოკლებული 12-ია, 12-ია. რამეც გამოკლებული აქ რამე წერია, ხო, 36 წერია, ხო? ანუ ეს არის მინუს 18 და აი მივედით სტანდარტულ ფორმამდე უწყლივი განტოლების ზოგად სახე. ასა რას ითხოვენ? ესენი ითხოვენ, რომ ნებისმიერ x-ისთვის ამას ჰქონდეს ამოდახსნი. აი და ყოველი x-ი რომ იყოს ჭეშმარიტი, ეგ ერთადერთ შემთხვევაში მოხდება, ხო? 8 მინუს 12-იც უნდა იყოს ნულის ტოლი და 12 a მინუს 18-იც უნდა იყოს ნულის ტოლი. ახლა ნახოთ შევამოწმოთ რა გამოდის a ხო უდრის აქ 12 მერვედი და შეიკვეცებოდა ეგ არის 4-ზე რო გავყოთ 3 მეორედი, ქვემოდან არა გამოდის 18 მე-12-დი, ხო? და შესაბამისად ეს 6 რო გავყოთ, ესეც 3 მეორედი, ანუ კი ბატონო, ორივე განტოლებას ერთი და იგივე აკმაყოფილებს შესაბამისად ორივე ამ დროს 0 იქნება. ანუ თუ a უდრის 3 მეორედს, მაშინ ექნებოდა უამრავი ამონახსნი 73-ში მოცემულ განტოლებას. კარგი. მოდი 74-ი ვნახოთ. საკმაოდ ვრცელი განტოლება. მოდი ნახოთ აბა 3ax გამოკლებული 1 უდრის 1/5 x პლუს a. მე ორი განტოლება მოგონა და ორი განტოლება ვხსნა. მეორე განტოლება რა არის? 1, მოდი აქეთ დავწერე. მარჯვნივ ვწეროთ 1/3 x გამოკლებული 5 უდრის 2-ჯერ x პლუს 1-ს. აჰა, ასეთი ამბავი. და ნახდება რა სიტუაცია. ამ ორ განტოლებას x-ის მიმართ ერთი და იგივე ფესვი უნდა ჰქონდეს. მინდა მაშინ x-ის მიმართ ამოვხსნა. დავალავთ ჩვეულებრივად, მოდი 5-ზე გავამრავოთ ყველაფერი, რომ წილადთან არ ჰქონდეს სახე, აქ 3-ზე გავამრავთ. ესე იგი აქ იქნება 15ax მინუს 5. ამას რო 5-ზე გავამრავლებდი, შეიკვეცებოდა და დარჩებოდა უბრალოდ x პლუს a.
15 მინუს x უდრის 100 პლუს 5 და გავიტანოთ x ჩხილებს გარეთ, ანუ 15 minus 1 გამრავლებული x უდრის a პლუს 5. ო, ამას ახლა ჩვენ გვაწყობს ორი სცენარი, ერთი როცა ერთია გამონახსნი, მეორე როცა უამრავ გამონახსნი აქვს, ოღონდ რაც მოხდება, აქ იგივე უნდა მოხდეს აქაც. აქ 3-ზე გავავრავთ, აქ იქნება x-ი, იმედია ანგარიში არ მიშლება მექანიკურად, თორე გაგვაწვალებს და შესაძლოა შეგვიყვანს. მოგახსნათ ფრჩხილი, ამას 3-ზე რომ გავავთ, აქ 6 იქნება და 6x პლუს 6 იქნება. აქ ჩვეულებრივი მონახსნი ქონია, ხო? რა გამოდის ეს? მინუს 5x უდრის ასე არის, ხო? შევცდეთ. განვაკეთ მინუს 5x-ია, განვაკეთ პლუს 21 და დადებითი და x-ი გამოვიდა მინუს 21 მეხუთედი. ახლა და ესე იგი რა ხდება? ერთი და იგივე ფესვი ხონდეს, ანუ ტოლფასი უნდა იყოს გამტოლება, ხო? და შესაბამისად ახლა ავდგები და ესე იგი აქ 15-ს 100 მინუს 1 0 არ უნდა იყოს რა, იმიტომ რომ ამას რადგან აქ ერთი ამონახსნი მაქვს, მარჯვნივ მარცხნივაც ერთი ამონახსნი უნდა იყოს. და ერთი ამონახსნი რა არის ის ერთი ამონახსნი? x უდრის a პლუს 5 შეფარდებული 15 a პლუს 1. და გავუტოლოთ ახლა ესენი ერთმანეთს, ხო? ახლა ესენი გავუტოლოთ ერთმანეთს. ანუ a პლუს 5 შეფარდებული ხო, a პლუს 5 შეფარდებული 15 a პლუს 1-თან და აქეთ მინუს 21 მეხუთედი. მე ამხელა რიცხვები. აი, მოდი აბა 5-ზე გავამრავთ აქ 500 პლუს 25. აქ რა იქნება? 15-ა გამრავლდება. აი, მედია არ გვეშლება აქ. გადავამოწმოთ ვერი პასუხებში. 21-ზე რო გამრავლდება, ნუ ეს არის 200 პლუს 105, ხო? ეს იქნება მინუს 315-ა და მე მინუს 21. ნუ გადმოვა აქეთ არის 320. 25 აქეთ მინუსით გადავა, იქნება მინუს 46 რა. არ გვეშლება. 25 დადებითი იყო და აქეთ გადმოდის კი ბატონო. შემშლია. აქ 15 მინუს 1 იყო და ასე მოვიდოდა და ანალოგიურად აქაც აქ მინუსია, მაშინ აქ პლუსი იქნება. ანუ აქ მინუსია, შესაბამისად მეორე მხარეს აქ პლუსი იქნება, მინუს 1 რომ მინუს 21-ზე გამრავლდება. 21, 25 გადმოვა მინუსით, მინუს 4 იქნება. და a უდრის მინუს 4 შეფარდებული 320. ეგ არის მინუს 1. კარგი. მიდი. გავისურვოთ ახლა დროებით და 75-დან გავაგრძელოთ მერე ამოცანების ამბავს.